ანსამბლი სიონი 70 წლისა. ბოლნიში დიდი ისტორიისა და მდიდარი კულტურის ქალაქში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ სიონის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში ნაჩვენები იყო სიონის შესახებ შექმნილი ფილმი არქივიდან, რომელიც ანსამბლის დაარსების ისტორიასა და განვითარებას ასახავდა. კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი სიონი 70 წლისაა. სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კულტურის სახლში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ ანსამბლს ამ წლების განმავლობაში არაერთი ნიჭიერი თაობა ყავს აღზრდილი. ამისთვის მათ მადლობა გადაუხადო. მინდა წარმატება უსურვო და წინსვლა თითოეული ანსამბლის წევრს. 1941 წელს ბოლნიში გერმანელების წასვლასა და სხვა ხალხის, ქართველების ჩამოსახლებას თან მოჰყვა უამრავი კულტურული სიახლე. მათ შორის ანსამბლის შექმნაც, რომელი ანსამბლიც ფაქტობრივად მაშინ სხვა სახელს ატარებდა და 50-იან წლებში პირველი საკონკურსო გასვლა 1951 წელს რაც მოხდა, მაგის შემდეგ უკვე ძალიან სერიოზული სახე მიიღო და 55 წელს ფაქტობრივად ეწოდა სახელი სიონი. ზაურ ხუჯაძე გახდათ ამ ანსამბლის მე ვიტყოდი არაჩვეულებრივი თაოსანი, რომ შეეკრიბა ხალხი უბრალოდ მანამდე სხვები იყვნენ, მაგრამ მერე ვინც გააგრძელა ეს ყველაფერი ადგილობრივზეა საუბარი, თავის უახლოეს მეგობარ მერაბ ტოგონიძესთან ერთად და ეს დიდი სკოლა მე ესე ვიტყოდი მოდის დღევანდელ დღემდე. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში კულტურის სახლის დიდ სცენაზე ანსამბლის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ქართული ტრადიციული სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ქართული ფოლკლორის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ძველ ისტორიულ ქალაქში. $1955 წელს შეიქმნა პირველი ანსამბლი სიონი, რომელიც შექმნა მამაჩემმა და იქიდან მოყოლებული ბოლნის დიდი ტრადიციები აქვს, განსაკუთრებით ქორეოგრაფიული განხრით. მიდიოდა თაობათა ცვლა და ძალიან ბევრმა მოსწავლემ გამოიარა ჩვენს ხელში. თურმეს ნაცეკვი აქვს ბოლნისის რაიონში, ყველა გავლილი ჩვენი სკოლა. ბავშვობიდან ამ საქმეს ვემსახურები და მინდა გავაგრძელო, სანამ ფიზიკურად ვიქნები. ეს არის ანსამბლი, რომელმაც როგორც სიმღერით, ასევე ცეკვით არაერთხელ დაამშვენა და ასახელა საქართველოს სახელი შინ თუ გარეთ და დღეს ულამაზესი წარმოდგენა გვიჩვენა. მადლობა ყველას, ვინც იღვაწა ამ ანსამბლში, იმათი სახელებით დიდებაც იყოს, ვინც დღეს აღარ არიან მათ შორის, როდესაც 10 წლის წინ ფოლკლორულ წარმოდგენაში წუთის სოფელში მონაწილეობდით, თუნდაც მამაკაცთა ანსამბლში სიონში ძალიან ბევრი ჭარმაგი ადამიანი იყო და დღეს სამწუხაროდ ისინი ჩვენს გვერდით არ არიან, მაგრამ მათი საქმე გრძელდება. ღეგრძელი იყოს ანსამბლი სიონი და მადლობა ყველას, ვინც ასე დააფასა და აღაზევა ანსამბლის მოღვაწეობა. სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სიონი 10 წლეულების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფესტივალებში და ქვეყნის გარეთ ყოველთვის ღირსებით წარადგენდა ქართულ კულტურასა და ისტორიას. მოხარული ვარ, რომ არ ავიწყდებათ, დღესაც არის აქტუალური ეს და რავი, მისთვის იყო სამშობლო, იყო ხელოვნება და მთელი ცხოვრება ამას ემსახურა. ეს არის ქვემო ქართლში დიდი ზეიმი, იმიტომ რომ ქვემო ქართლს არაკლია კულტურა, არაკლია ის სითბო და სიყვარული, რაც ხალხს გააჩნია, იმიტომ არის ესეთი დიდი ზეიმი ჩემო კარგო სიმღერისა და ცეკვის.
რაც მათ ისტორია გააჩნიათ და მეც ერთ-ერთი ვარ ამ ისტორიაში, უბედნიერესი კაცი ვარ ამ ყველაფრის ყურების ჩამოკარგებო, იმიტომ რომ ვამაყობ ამ ყველაფრით. ვამაყობ იმითი, რომ ჩვენს რაიონში არიან ისეთი ხალხი, იყვნენ და არიან და მომავალი თაობა მოდის, რომელიც ყოველთვის გვასახელებენ. ღონისძიებას სიონის სხვადასხვა თაობის წევრები, კულტურის სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს არის აი ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ამ რაიონს აქვს ასეთი ტრადიცია, ასეთი გაგრძელება დღეს და აი ამ სახით, რა სახითაც ახლა ეს ანსამბლები აქ წარმოდგენილი არიან, ეს არის ჩვენი შენარჩუნების, ჩვენი აი მენტალობის, ჩვენი აი ძალიან დიდი რამ არის და ბედნიერი ვარ ამით. ამ ქალაქს ყოველთვის თავისი ღირსეული საზოგადოება ყავდა, ყოველთვის გააჩნდა თავისი ღირსებები და ღირებულებები და ძალიან სასიამოვნოა, რომ დღესაც გრძელდება ეს ტრადიცია და მადლობა დღევანდელი ამ ანსამბლის წევრებს, იქ ბევრი ჩემი ახლობლებიც არიან და ფაქტიურად ყველა ჩვენი ახლობელია მთელი თაობების მანძილზე. პირველივე დაარსებიდან დღემდე. მადლობა ყველას და მადლობა მათ. კულტურული ცხოვრებისა და ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიების დასასრულს ბოლნისის კულტურის სახლის წინ ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი გრანდიოზულად გაიხსნა.